ტაქსის მძღოლი არის პოლიტიკოსი, ტაქსის მძღოლი არის ექიმი, ტაქსის მძღოლი არის რავი დამლაგებელი და ასე შემდეგ. ყველა სფერო იცის ტაქსის მძღოლმა. ყველასთან უნდა ვიყოთ იმის მოსაწონი, ასე რომ ვთქვათ. გიჟთან გიჟი უნდა ვიყოთ და ჭკვიანთან ჭკვიანი. შენ ნაციონალი ხარ უეჭველი. საერთოდ არაფერ დამშვიდი და წნარდის მეუბნები და ნაციონალი ხარ და რამე რომ მეთქვა იმისთვის რავი არ ვიცი. ალბათ მიშა ვიქნებოდი ან რავი. ის რაც მე ამ 12 წლის განმავლობაში დავკარგე ფინანსურად იმ ყველაფერს ვერ ვიყიდით. როდის ჩამოხვალ ეს კითხვა არ იყო მეტი წილი. შუქნიშანზე ზებრა გადასასვლელზე წინ ავტობუსი იძვრის. აბუნზე გავდივართ. ეს საქართველო. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ნავიგაცია ურევს. დღევანდელი სტუმარი არის ბექა ნიკოლეიშვილი, ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი თბილისიდან, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ტაქსის მძღოლების გაფიცვაში და დღეს მასთან ერთად ვისაუბრებთ თუ რა გაჭირვება აქვს ტაქსის მძღოლებს, რას აპროტესტებენ ქვეყანაში განვითარებულ სიტუაციაზე. გამარჯობათ, მე ვარ ბექა ნიკოლეიშვილი, თბილისის ტაქსის მძღოლთა გაერთიანების კომიტეტის წევრი, ვმუშაობ იანდექსზე და მაქსიმზე ძირითადად. რა შეიძლება გადააწყვეტს ტაქსის მძღოლი დღის განმავლობაში, რა სიტუაციები გახსენდება? პირველ რიგში დაულაგებელი ინფრასტრუქტურა, იქედან გამომდინარე, რომ ნიშნები, ანუ საგზაო ნიშნები ბევრგან არის პირიქით, ნავიგაცია სხვა მიმართულებით გიშვებს და ნიშანს რო უყურებ როგორც მძღოლი, იქ საერთოდ გავლა არ შეიძლება. მეორე, ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი რისკი, რადგანაც საქართველოში კულტურა არ გვაქვს მოძრაობის წესების. ყოველდღიურად ვეჩეხები მე პირადად როგორც მძღოლი ძალიან ბევრ რთულ სიტუაციას, უბრალოდ გამოცდილებით და უფლის წყალობით ალბათ მე ესე ვთვლი, რომ რაღაცა გარკვეული საფრთხეებიდან თავს ვიცავ. პლუს მაგას მგზავრებთან ურთიერთობა, რამდენი ადამიანიც გიჯდება, ყველას თავისებური მსოფლმხედველობა აქვს, ყველას თავისებურად უჭირს, ყველას თავისებურად უხენს. ჩვენ ტაქსის მძღოლებს გვაქვს ეს მისია, რომ ყველასთან უნდა ვიყოთ იმის მოსაწონი, ასე რომ ვთქვათ. გიჟთან გიჟი უნდა ვიყოთ და ჭკვიანთან ჭკვიანი. 20 შეკვეთას ყველაზე ცოტა ნორმალურად მომუშავე მძღოლი დღის განმავლობაში 20-25 შეკვეთას აასრულებს, ანუ ეს არის მინიმუმ 25 ადამიანთან გამარჯობა ნახვამდის. სხვას რო თავი დავანებოთ. შეიძლება ვინმე გამომივიდეს და მითხრას, რომ აი თუ არ მოგწონს, რატო ხარ აქ და რაიმე სხვა მოძებ. სამწუხაროდ შევეხები ცოტა ისეთ სიტუაციას, რომ საქართველოში არ არის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა იმ დონეზე, რომ ასარჩევად იყოს დასაქმება და ასარჩევად იყოს ოჯახის სარჩენის, სარჩოს ძიება. ქონდა მსგავსი შემთხვევა. მანქანაში ჯერძლივს ვიპოვეთ მისამართი არაზუსტად იყო დასმული პენიდან, ნუ როგორც იქნა ვიპოვე ეს ქალი და დაჯდა თუ არა შედეგენი რატოთი დამიწყო ლაპარაკი და მეთქი კალბატონო რა დაგიჟავეთ. როგორ თუო კემარაო ბოდიში და ჩამოთრეულო და ნუ ილანძღება და ეს აი ვიკავებ მეთქი აი დამშვიდით, აი დაწყნარდით, აი დამშვიდით, აი დაწყნარდით. შენ ნაციონალი ხარ უეჭველი. საერთოდ არაფერ დამშვიდი და წნარდის მეუბნები და ნაციონალი ხარ და რამე რომ მეთქვა იმისთვის რავი არ ვიცი. ალბათ მიშა ვიქნებოდი ან რავი ნებისმიერი სხვა. თუნდაც რაიმე პრობლემა მგზავრობის დროს შეგემთხვა მგზავრთან ურთიერთობაში ან თუნდაც ფინანსურად გადაგვაგდო მგზავრმა და არ გადაიხადა ნაღდი ანგარიშწორება, ამას კომპანიები სამწუხაროდ დღევანდელ ქართულ ბაზარზე არ ანაზღაურებენ. ხა მე გამოცდილება მაქვს პოლონეთის. იქ ჩვეულებრივად ანაზღაურებადი იყო, ნუ მინიმალური ღირებულება ანაზღაურებადი იყო ყოველთვის. რა განსხვავება? აქ კილომეტრის ღირებულება დაახლოებით ნუ ნორმალურ ტარიფზე ვიანგარიშოთ არის 50 წელი და იქ ქართული ფულით რო ვიანგარიშოთ 2.5-ია. იქ შემოსავალისიდან გამომდინარე არის ეს ყველაფერი დათვლილი და გაანგარიშებული, მაგრამ საწვავის ყველაზე პირველი რაც ჩვენ ამ წუთას პროტესტში ვამყოფებს, საწვავის ფასების დასთან ჩვენი მოთხოვნები აქ არ კმაყოფილდება და იქ მე მყავს და მაქვს ურთიერთობა ჩემს მეგობრებთან, რომ საწვავმა რომ მოიმატა, ტარიფმაც შესაბამისად განიცადა ცვლილება. ცუდი შეფასებას დაგვიწერს, ჩავიდა მგზავრი, რადგანაც იმას ესე მოესურვა. ჩემი პირადი მაგალითით გეტყვით, 9 თვის განმავლობაში 5-დან 0 მქონდა რეიტინგი და 19 დღის განმავლობაში 4-79-ზე ჩამომივიდა და მიზეზს დღესაც ვერ ხვდები რატო. უბრალოდ ვიღაცას ფასდაკლება აჭირდება და ღებულობს ფასდაკლებას, რადგანაც მძღოლზე იტყვის რაღაცა
საყვედურს, კომპანია უკაცრავად ბოდის ტიხტით. როცა მომხმარებელი მიიწერება პრეტენზიით და თანხის დაბრუნებას ითხოვს. დიახ. ანუ ამ თანხას თქვენ გართმევენ თუ კი, კომპანია კი, ანუ ხო დამერიცხა თანხა. ხონია ეგეთი მომენტი და რო შევსულა რომ თანხა უნდა გამომეტანა, უკვე ის თანხა არ არის, გადავდივარ და მან დიდი გარღვევაც არის ფინანსური თვალსაზრისით, ანუ კომპანიას თავისი წილი პროცენტი ხომ მიაქვს, ანუ პირობითად ვთქვათ, ну 10 ლარიდან 2 ლარი კომპანიას მიაქვს და როდესაც გზავრმა მიიწერა და რაღაცა პრეტენზია წარმოთქვა, ჩემი კუთვნილი ანგარიშიდან იმან 2 ლარი ხო წაიღო და ის 10 ლარი ჩემი კუთვნილი ანგარიშიდან უბრუნებს მომხმარებელს. ანუ ფაქტიურად 12 ლარით ვზარალობ მე როგორც მძღოლი და პლუს გზავრობა უფასოდ. ნეპოტიზმიდან გამომდინარე 12 წლიანი ემიგრაცია მომიწია. როდესაც დავბრუნდი ქვეყანაში, გადავწყვიტე უკვე აღარც მინდა წასვლა, იმიტომ რომ ის რაც მე ამ 12 წლის განმავლობაში დავკარგე, ფინანსურად იმ ყველაფერს ვერ ვიყიდით. ყველას ვთხოვ, ჩემი პირადი თხოვნა იქნება, ვინც ამ ვიდეოს ნახავს, არ იფიქროთ გაქცევაზე. განსაკუთრებით ამ ყველაფერს, ამას ვეუბნები იმ ტაქსის მძღოლებს და თუნდაც კურიერებს, იმიტომ რომ ჩვენ ერთნაირ გასაჭირში ვართ დღის განმავლობაში, კურიერები კიდევ უფრო მეტად, იმიტომ რომ ისინი ორ ბორბალზე დადიან. არავინ არ იფიქროთ გაქცევაზე, ძალიან გთხოვთ პირიქით. სამშობლოში დარჩენაზე ვიფიქროთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩვენი დამსაქმებლები დავაფიქროთ იმაზე, რომ შეცვალონ ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც დღევანდელი დღით ისინი ჩვენს მიმართ იქცევიან. ასევე ყველა მომსახურების სფეროს მუშაკებს, თუნდაც სუპერმარკეტები იქნება, მანთხოს გაუსაზრისი მდგომარეობა არის ხელფასების თვალსაზრისით და სამუშაო პირობებიდან გამომდინარე, მონური შრომა უწევთ ფაქტიურად და ყველას გვაქვს პირში ენა, ხმა და ყველამ რო ეს ხმა აიმაღლოს და ყველამ რო თავისი სათქმელი, თავისი პროტესტით გამოთქვას, დამერწმუნეთ, რომ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. ევროპაში ყოფნის ყველაზე დიდი პერიოდი მე პოლონეთში დავყავი და პოლონეთი პროტესტით შედგა ის სახელმწიფო, რა სახელმწიფოც დღევანდელ დღეს არის. და რამ გადაგაწყვეტინათ დაბრუნება, იმიტომ რომ წესრიცამიდან ადამიანები დაბრუნების მიზეზი უბრალოდ შვილების სიტუაციიდან გამომდინარე და ოჯახის სიტუაციიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ დარჩენილიყავი და ის დაკარგული დრო, ასე რომ ვთქვათ, რაც მე ემიგრაციაში გავატარე. ფიქრობ, რომ დაკარგულია ის 12 წელი? კი, იმიტომ რომ იმ მონატრებას და იმ ტანჯვას, რასაც თუნდაც მე და ჩემი ოჯახის წევრები განიცდიდა, ვერც ერთი მატერიალური ღირებულება ვერ შეავსებს. ერთი მხრივ კიდევ ისიც არის, რომ ჩვენ ვუყურებთ, როგორ ითხოვენ ბავშვები წამალს და სახელმწიფო უარზეა. და როცა მაგას უყურებთ, რომ ამ დონის საჭიროებაზეც კი უარს გეუბნებიან, იმიტომ რომ არ უნდათ, მერე გიჩნდება ალბათ ეს ნიჰილიზმის შეგრძნება, რომ არაფერზე არ წამოვლენ დათმობაზე. და ამ ნიჰილიზმს როგორ უნკლავდებით თქვენ? მით უმეტეს რომ გადაწყვეტთ, რომ აქ რჩებით და აქ აგრძელებს ბრძოლას. საქართველოში ნიჰილიზმი მანამდვილად პიკზეა ასული ყველანაირ სიტუაციაში და რაც შეეხება წამალი ბავშვებს, აუცილებლად ჩემი როგორც რიგითი მოქალაქის პოზიცია მხარს უჭერ და სოლიდარობას უცხადებ და ხმამაღლა ვამბობ. გინდა ევროპა ავიღოთ და გინდა საბჭოთა კავშირის ქვეყნები და რუსეთი, ჯანდაცვის სიტუაცია ძალიან მოწესრიგებულია. იქ ამდენი დაუზვეველი ადამიანი არ არსებობს. პირველ რიგში სახელმწიფოში რაც ყველაზე მთავარია და რაც ყველაზე მეტად მე ევროპაში მომწონდა, იყო საყოველთაო დაზღვევა, ოღონდ ისეთი არ არის. საყოველთაო დაზღვევა, რასაც ქვია, თუნდაც ავტომობილების თვალსაზრისითაც. ყველა მანქანა უნდა იყოს დაზღვეული, ყველა ადამიანი უნდა იყოს დაზღვეული. აჰა, რას აკეთებს? ერთი, რას აკეთებს მეორე. შუქნიშანზე, ზებრა გადასასვლელზე, წინ ავტობუსი იძვრის. აბუნზე გავდივართ. ეს საქართველოა. წიგნის წაკითხვით ეგ არის სწავლება. კი ბატონო. თვით შეგნებია უნდა ამაღლდეს პირველ რიგში. ხშირად ევროპას გვიხატავენ ადგილად, რომელიც დასლილია სიწმინდეებისგან, მათ შორის ოჯახის ნაწილში თუნდაც. აი თქვენ როგორ შეატყეთ იქაურ და აქაური ცხოვრებით? ის რა მიმართულებაც ამათ უნდათ, რომ ჩვენ დაგვანახონ ევროპაში ცუდია. ევროპაში ცუდი არ არის.
ევროპაში არის კარგიც, არის ცუდიც. ევროპაში მე პირადად სადაც მქონია შეხება, სადაც მიცხოვრია 4-5 ადგილას მაქვს, გარკვეული პერიოდი ნაცხოვრები. დღესაც ურთიერთობა მაქვს. დღესაც ურეკავთ ერთმანეთს, დღესაც ვკითხულობთ. თვითონ პიროვნულად კი არა, ოჯახებით ვკითხულობთ ერთმანეთს. მე რო პრობლემა მქონდა, ერთ-ერთმა პოლონელმა კაცმა ადგა და მამაჩემს რო კითხა, ბექა სად არის რა შვება, რო უთხრა მამაჩემ რაღაც პატარა ინციდენტი მოუვიდა და ვერ მუშაობს სახშია, განაზოგი აიღო და მომიტანა და წამოდი იყიდე მანქანა და გააგრძელე მუშაობაო. მაგას საქართველოში დამერწმუნეთ, რომ აი არ ვიცი, ვიღაც პოლონელს ვამბობ, იმიტომ ვამბობ ვიღაცს, რომ ანუ ხო არ იყო ახლობელი, არ იყო არ დედმამიშვილი და არც ოჯახის წევრი და ცოტა ცუდად გამომდის, მაგრამ ეხლანდელ სიტუაციაში მაგხელა თანხას საქართველოში ფაქტიურად ვერ იშოვი ერთი ადამიანიდან. ამ გადაცემის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენი აზრით ტაქსის მძღოლები ხედავენ ადამიანებს და საზოგადოებას ყველაზე კარგად, იმიტომ რომ ბევრნაირ ადამიანთან გაგვთ შეხება, ბევრნაირ სიტუაციაში ხვდებით, ბევრ ისტორიასაც ისმენთ. როგორია დღეს რეალობა საქართველოში? როგორ ცხოვრობენ ქართველები? რა სიტუაცია ქვეყანაში? ტაქსის მძღოლი არის პოლიტიკოსი, ტაქსის მძღოლი არის ექიმი, ტაქსის მძღოლი არის დამლაგებელი და ასე შემდეგ. ყველა სფერო იცის ტაქსის მძღოლმა, რადგანაც ყველა სფეროს წარმომადგენელთან აქვს შეხება, ყველასთან აქვს კომუნიკაცია და თითქმის ყველას გასაჭირის ისმენს. მე პირადადაც მქონდა ისეთი მომენტი, ვისმენ გოგონას საყვედურებს ყოფილი მეუღლის მიმართ, 1 საათში მეუღლის საყვედურებს ისმენ ამ გოგოს მიმართ და მაგის მერე კულმინაცია ის იყო, რომ დეიდა ბიჭის დეიდასგან ვისმენ საღამოთი სახში მიმავალზე იგივე პრობლემას და მეთქი აი არ ვიცი სადა ვარ, რატო ყველა ჩემთან. რაც შეეხება 12 წლის წინანდელ საქართველოს და დღევანდელ საქართველოს, ესე ვიტყვი, იმ პერიოდში თუნდაც ერთმანეთის პატივისცემა სხვანაირი იყო. როდის ჩამოხვედით? წელიწად ნახევარი, 2 წელი გახდება ზაფხულზე. ანუ მანამდელ საქართველოში სხვანაირი იყო, ერთმანეთის პატივისცემა იყო, ერთმანეთის სიყვარული იყო. მეზობელთან გადიოდა თუნდაც თბილისში, ასე რომ ვთქვათ, და თუნდაც სოფელში კიდე არის მაინც შემორჩენილი, რომ მეზობელთან გადადის და ეხლა რო ჩამოვედი, ფაქტიურად გვერდით კარის მეზობელსაც კი არ იცნობენ. ევროპაში ვიყავი, მაგრამ მსგავსი სიტუაციები იმათ იციან. აქვთ რაღაცა მსგავსი, მაგრამ დროსაც ნახულობენ მეზობელთან საურთიერთობოდას და იმედა. აქ მე ყოველ შემთხვევაში რა ვიცი 4 ადგილი გამოვიცვალე ბინის თვალსაზრისით და ერთადერთი ბოლო სადაც ვიყავი, უბრალოდ გარაჟი ყოფდა ერთმანეთ და იმ კაცს ვიცნობდი მეტი ფიზიკურად ვერ იმასვქენი. ალბათ ეს ყველაფერი გამოიწვია გაჭირვებამ პირველ რიგში. გაჭირვება მიქედან გამომდინარე, რომ ხალხს უკვე იმაზე ფიქრი აქვს ყოველწამიერი, რითი იარსებოს, თუნდაც ის სუპერმარკეტში რომ მუშაობს პირობითად და ის 1000 ლარიანი ხელფასი როგორ გაანაწილოს და წინა პერიოდში ის 200 და 300 ლარი რაც მაშინ არანზღაურება გქონდათ, მე პირადად ჩემ თავზე ვიტყვი, უბანში ლუცაც ვსვავდი, ასე რომ ვთქვათ, ბიჭებთან ერთად სასეირნოდაც მივდიოდი, თან იმ პერიოდში სტუდენტობის პერიოდი მქონდა და ცუდი სტუდენტობა ნამდვილად არ მქონდა, წასვლა, წამოსვლა, საქეიფოდ დროს ატარებლად, ყველაფერი და ეხლა თვეში ერთხელ, ანუ მაშინ კვირაში ყოველ შაბათ-კვირა სადღაცა მივდიოდი და ეხლა თვეში ერთხელ რო რაღაცა მოიფიქრო, ცოტა ძნელია. ბევრჯერ მქონია მომენტი, რომ აი ქეშის შეკვეთა რო ყოფილა და წამიყვანია და ტელეფონზე საუბარში მომისმენია, რომ პატარა ბავშვი სახში, ეს უკვე ჩემთვის დიდი დარტყმა, ასე რომ ვთქვათ, და არ შემიძლია. ის ღირებულება რაც უნდა მოეცა დამიბრუნებია. მქონია მომენტი, რომ ბავშვმა ხა გზაში ტირილი რომ კამფეტი მინდაო და ზღვით გადავდიოდი, კარგად მახსოვს. და მახათას მთაზე გავაჩერე და უყიდე კამფეტები და ანუ გზავრობის ღირებულებაო ეს გოგო მეუბნება, იმდენი არ არისო, რაც შენ დახარჯეო და მეთქი მე პირადად არ მაინტერესებს ეგ, უბრალოდ ბავშვის ტირილი არის ჩემთვის ცოტა სხვანაირი მომენტი. უფროს თაობას ის გასაჭირი აქვს, რომ მონატრება აქვს თავიანთი შვილების. რადგანაც სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე გასულები არიან ქვეყნიდან და უფროსი თაობის ხალხი როცა მიჩნდება და ტელეფონზე საუბრობს,
როდის ჩამოხვალ ეს კითხვა არ იყო მეტი წილი და როდის ჩამოხვალ ეს კითხვა ჩემთვის წარსულიდან გამომდინარე ცოტა მტკივნეული იყო და მესმის სიმადგულებშიც რა ხდება. რეგიონებში არის განსაკუთრებით თუნდაც ქუთაისში, ბათუმშიც და ზუგდიდშიც და ნებისმიერ სხვა დიდ ქალაქში, ანუ იქ უფრო ჩანს. თბილისში იმდენად არ ჩანს, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს და სულგუნობს ემიგრანტებით და იმათი გამოგზავნილით არსებობს თითქმის ვინც კი ქალაქში კარგი მანქანით დადის, ვისაც კარგად აცვია და ვინც კარგად ჭამს დაცვია და ყავს დედიკოსგან და მამიკოსგან. წარმატებას გისურვებთ თქვენ პროტესტთან დაკავშირებით. მიხარია რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პასუხისმგებლობას იღებენ და იაზრებენ რომ ბრძოლას აქვს აზრი და უნდა გავაკეთოთ ჩვენი წილი იმისთვის რომ ქვეყანა წავიდეს თუნდაც წინ და დიდი იმედი მაქვს რომ ტაქსის მძღოლები მიაღწევთ იმ გამარჯვებას, რომელსაც იმსახურებთ კიდეც, იმიტომ რომ ეს არის ღირსეული პირობები მშრომელ ადამიანებს. და მადლობა ინტერვიუსთვის. მადლობა რომ გვესწავლეთ. ახლა მეც ცოტას ბოლოს დავამატებ ერთ რაღაცას, რომ ანუ ამ პროტესტს არ შევწყვეთ მანამ სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ და იმ კომპანიებთან ერთმაგიდასთან არ დავჯდებით და არ ვისაუბრებთ ჩვენ პრობლემებზე და ყველა ტაქსის მძღოლმა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ, დაგეგმილ დროს შევიკრიბოთ და ხმამაღლა თქვათ ჩვენი პროტესტი არ თითო კაცდეთ და არ ვიყოთ ისე რომ აი ვიღაცა მიმუშაოს და ის მუშაობს და აი მე რა დავაშავე მე რატო გამაჩერე. არა, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა, ყველამ უნდა გავთიშოთ ეს აპლიკაციები, კურიერების გვერდით დგომაც გვაქვს და სურვილის შესაბამისად საზოგადოებაში ვინც მომსახურების სფეროში არის, ვინც უკმაყოფილო არის თავისი შრომის, ანაზღაურებისა და დაუფასებელი შრომის, ყველა შეუძლია სოლიდარობა გამოგვიცხადოს, ყველასთან სოლიდარულები ვიქნებით ჩვენ და აუცილებლად ერთად და ერთხმად მივაღწევთ მიზანს.